სალომე სამადაშვილი, რომელიც აპრავებდა ხელისუფლებას რომ გკითხოთ, მაშინდელი ხელისუფლების დანაშაულებებს ევროპაში, ეს შემოქმედებით საქმიანობაში არ შედიოდა იმ ხელისუფლების. რამდენიც თქვენთან მოვედი სტუმრად, იმდენჯერ მელაპარაკებით სალომე სამადაშვილზე. სალომე სამადაშვილი გახლდათ დიპლომატი, ის არ იყო პარტიის წარმომადგენელი. მას გქონდა უცხოეთში ხო ამბები აქაური. სალომე სამადაშვილის დროს ევროინტეგრაციის მიმართულებით პროტესტი არ ჰქონდა. აი ლანა თქვენ რო ქუჩაში იდექით, ქალბატონ სალომეს მაშინ პროტესტი არ ჰქონდა. თქვენი მესმის, მაშინ 7 ნოემბერსაც მესმის თქვენი. ქალბატონი სალომეს საელჩოს შემადგენლობაში იცით ვინ იყვნენ? რა მნიშვნელობა აქვს მისგან ხვალ მოგისმენია ჩვენ პროტესტი. თქვენ თუ საუბრობთ რომ ქალბატონი სალომე სამადაშვილი სალომეზე რატომ არ საუბრობთ? სალომე სამადაშვილი ასრულებდა თავის ფუნქციას და სალომე სამადაშვილის კარგად შესრულებული ფუნქციით ქვეყანა მიდიოდა ევროკავშირის მიმართულებით და ამ კარგი ფუნქციის შესრულების დროს მას ეხმარებოდნენ დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი, დღევანდელი შერიგების მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი თია ახვლედიანი, ამავდროულად ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი